მოგესალმებით მეგობრებო, ეს არის ჩვენი შემდეგი ვიდეო და დღეს ჩვენი სტუმარი იქნება UFC მოჩხუბარე მერაბ დვალიშვილი. მე ვარ მერაბ დვალიშვილი 27 წლის პროფესიონალი MMA მებრძოლი, რომელიც 6 წელია ვარ უკვე ამერიკაში, 4 წელია პროფესიონალურ შორის ვიბრძვი. The good things credit to like the training that we do, you know, I get the right work. I got that guy Marab Devashili who's a freaking psycho. That guy does not get tired. We call him the machine for a reason. This guy just doesn't fucking stop. He's out of his fucking bird. And this is no exaggeration. This guy is out of his fucking bird, but it's the reason why my cardio, I'm like, you want to get your cardio top notch, get yourself a fucking Marab. I'm on the way. We making waves. Yeah. Back. Like I never left. Nike all on me, I deserve a check. Niggas mad, I got them upset. I ain't live for muscle, but I still flex. You ain't talking money, then I got no interest. Making plays, I'm on the way. We making waves. I'm on the way. We making plays. I'm on the way. We making waves. Yeah. You the type to go out and spend it. UFC ნაირი სპორტი არის, რომ კაი ჩემი აზრით ძალიან კაი დისციპლინას აძლევს, მარტო ვარჯიში არა, მაგრამ ვარჯიშის გარეთ. კი. შენთვის რა დისციპლინა მიიღე ამ ეს ვარჯიშები რო დაიწყე? პირველ რიგში, რა თქმა უნდა, იმას ვიტყვი პირველს, რომ 5 ქართველი ვართ ეს UFC-ს კონტრაქტზე და რა თქმა უნდა ძალიან სასიხარულოა, რომ ასეთ დიდ ორგანიზაციაში მოხვდით ქართველები და დიდი ეს არის რა თქმა უნდა მეტი საშუალება იმისთვის რომ უფრო დიდ და ფართო მასებს გავაცნოთ ჩვენი ქვეყანა, ჩვენი სახელი, წარმატება მოვუტანოთ ჩვენ თავს ჩვენ ქვეყანას და რა თქმა უნდა мотиваცია მივცეთ იმ ახალგაზრდა თაობას, მომავალ თაობას, ვინც სპორტსმენია და ან ვინც ეხლა იწყებს და და დისციპლინას აჩეხება სპორტმა საერთოდ რა თქმა უნდა თავიდანვე დისციპლინა ჩავმიყალიბა, თავიდან ძიუდოთი დავიწყე, მერე სამბოს ჭიდაობდი და ესეთი სპორტია გასწავლის მეტოქის პატივისცემას, დამარცხებას, მერე გამარჯვებას და ეს ცხოვრებაც ესეთია, ყოველი დღე ერთნაირი არ არის და უნდა იყოს ცხოვრებაში მზად, ხან ადიხარ მაღლა, ხან დაბლა ჩადიხარ, მაგრამ არ უნდა გატყდე და უნდა იბრძოლო და ასევე შენი მეტოქის და მოწინააღმდეგის და საერთოდ ხალხის პატივისცემას, იმიტომ რომ ის შენი მეტოქე მშრომელია, ის მასაც იგივე შრომა და მოდომება აქვს ჩადებული, მასაც უკან თავისი ოჯახი ყავს, თავისი მეგობრები ყავს, თავისი ქვეყანა ყავს, თავისი გუნდი ყავს და ეს ბევრ რამეს გასწავლის, რა თქმა უნდა, ცხოვრების სეულს და ისედაც და რო თქვი ეს ჯუდო და სამბოში რო იყავ პირველად ტრანზიცია ჭიდაობაში და mixed martial arts-ში ძნელი იყო თქვენთვის თუ? საქართველოში ადვილი იყო, მე რო ის mixed martial arts-ზე დავიწყე, საქართველოში ჩავატარე 10 ბრძოლა და ძიუდოდან გამიადვილა. ძიუდო სამბოში ჭიდაობდი, ფაქტობრივად ჭიდაობა კარგად ვიცოდი და გამძლება მქონდა, ფიზიკური მომზადება, რა თქმა უნდა, კარდიო და ამის ხარჯზე ფიზიკური ძალით, ჭიდაობით და გამძლეობით, დიხანიას რო ვეძახით, სიტყვა. ეს მქონდა კარგი და ამის ხარჯზე საქართველოში ადვილად ვიგებდი, მაგრამ რო ჩამოვედი ამერიკაში, ვიგრძენდი დიდი განსხვავება, იმიტომ რომ შეიძლება იყო კაი მოწვევა, მაგრამ ეს ჩხუბია და რაღაცა თავის წესები აქვს ყველაფერს, რაღაცა როგორ უნდა ადგე cage-ზე წაქცეულზე, როგორ უნდა შეინარჩუნო კაცი დაბლა და ერთ სიტყვით ბევრი ნიუანსია, სხვა ნიუანსია, რომელიც აუცილებლად თუ გინდა რომ დიდ წარმატებას მიაღწიო, უნდა გაიარო UFC-ს დონეზე ან თუნდაც პროფესიონალურ დონეზე გაგიჭირდება მხოლოდ ჭიდაობით, ძიუდოთი ან მხოლოდ კიკბოქსინგით რა. ჭიდაობის მერე რამ გადაგაწყვეტინა რომ ამ სპორტის სახეობისკენ წასულიყავი, რამ გიბიძგა ასე თქვა. რაც ხო, პირველ რიგში ჭიდაობა დავიწყე იმის გამო, რომ ძიუდო საქართველოში
ყველაზე პოპულარული ესეთი ჭიდაობის, ანუ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია და ისედაც რა თქმა უნდა ლამაზია ჭიდაობა და რაღაცა ჩვენ ახლოს ვართ, გვაქვს ქართული ჭიდაობა და ისაც ამაკაცური სპორტია რა თქმა უნდა, ყველა ბავშვს უყვარს ბრძოლა, ჭიდაობა და ესე შემდეგ რა. და ну, რა თქმა უნდა, წლები ჭიდაობდი საკმაოდ ნორმალურად საქართველოს დონეზე, მაგრამ მაინც იმდენი შეზღუდვები იყო განსაკუთრებით 2008 წლის მერე ოლიმპიადის მერე ამოიღეს ფეხში შესვლა და რაღაც ბევრი ილეთები გააუქმეს, რაც ძალიან რთული გახდა რა. ну, რაც არ უნდა იშრომო, ზოგჯერ შენი ანუ ეხა MMA-ში თუ იშრომებ და გააკეთებ ყველაფერს სწორად, ძლიერი იმარჯვებს რა. თუ კარგი გამძლეობა გაქვს, ჭიდაობა გაქვს, ანუ კიკბოქსი გაქვს, ხო, გაიმარჯვებ და ძიუდოში იმდენი წესებია, უბრალოდ აი რაღაცა ერთი წესის გამო, ერთი რაღაცა ისეთი რაღაცის გამო შეიძლება ვერ მიაღწიო შენს. ანუ ბევრი წესები იყო და ერთ სიტყვით შეზღუდვები რა, ისეთი რომ გახვიდე შენი თავი გამოამჟღავნო, იმის საშუალება არ გეძლევა თან რაღაც ისეთი. ანუ ეხა ნომერი პირველი უნდა იყო ქვეყანაში, რომ ქვეყნის გარეთ მოგიწიოს წასვლა და ერთ სიტყვით რაღაცა ნიუანსი ხან ვიღაცა ყავს ზონაში დაუშვებ ვიღაცა ოლიმპიური ჩემპიონი და იმის ყოფილი ძნელია და ერთი სიტყვით ბრძოლები და რაღაცა საბრძოლო ხელოვნების სპორტი, აი ბოქსი და კიკბოქსი ან MMA ყოველთვის მომწონდა, მაგრამ არ მქონდა შანსი. მაგრამ ნუ ერთ სიტყვით საქართველოს ჩატარდა შეჯიბრება და მივიღე მონაწილეობა ესე ვარჯიშებლად MMA-ში, აი სამოყვარულის დონეზე გავედი უბრალოდ, აი ძალიან ადრენალინის გზნობა გამიჩნდა, რომ მინდოდა გამოსულიყავი, გამომეცადა ჩემი თავი და ნუ ვიბრძოლე და გავიმარჯვე. ერთ სიტყვით ძალიან და მაგ დღეს უკვე მივხვდი, რომ ეს იყო ჩემი სპორტი, რის იკეთებაც მინდოდა და აი ყველაზე აი მართლა აი ჩემი თავი ვიგზენი რა, ჩემი თავი ვიპოვე უფრო სწორედ ამ სპორტში და თან ხალხის ოვაციები მომეწონა ძალიან შეძახილები ჩხუბის დროს რაღაცა. ხო და აი მაგის მერე უკვე რო იყვიან მოვიწამლე ამ სპორტის სიყვარულით და ხო და ერთი სიტყვით ნელ-ნელა მერე დავიწყე ტურნირების ჩატარება საქართველოში ასტარდებოდა და მერე ისე მოხდა რომ ამერიკის ვიზა ავიღე და ერთ სიტყვით გადავწყვიტე რომ ჩამოსულიყავი და გამაგზელებინა პროფესიონალი კარიერა. და 7 წელია, 7 წლის უკან ჩამოდი ხო ამერიკაში? თითქმის 8, კი 7 წელზე მეტია. და რო ჩადი ამერიკაში პირველად რა გაგიჭირდა ენა ინგლისური გონდა სულ თუ მარტო MMA-ში და MMA-ის გარეთ. ну რა თქმა უნდა ეხლა ალბათ როგორც ყველა იმიგრანტს უჭირს პირველად უცხო ქვეყანაში არავის არ იცნობ რა თქმა უნდა ენა არ ვიცოდი ისიც არ ვიცოდი სადღა მევარჯიშა და ერთი სიტყვით ну ბევრი ნიუანსი იყო იქ ეხლა ანუ ჯერ პირველ რიგში სამსახური გჭირდება რომ თავი გაიტანო მერე კარგი დარბაზი გჭირდება რომ ივარჯიშო რაც პირველი ერთი წელი ვერ ვიპოვე კარგი დარბაზი, იმიტომ არ ვიცნობდი რა თქმა უნდა. და ნუ ერთ სიტყვით მე სამსახური დავიწყე სამსახურს, ნუ მე დარბაზით ვიპოვე რაღაც მე სამსახურს უთავსებდი სპორტს და ნუ ვითარდებოდი ერთ სიტყვით ეს MMA-ში რა ვარჯიშობდი და განვითარდი და ერთ სიტყვით მე დავიწყე შეჯიბრებებზე, უბრალოდ თავიდანვე დავიწყე შეჯიბრებებზე, თავიდან MMA-ის შეჯიბრებებზე ვერ გამოდიოდი, იმიტომ რომ სულ დარბაზში ვარჯიშობდი და იმათ ანუ ვარჯიშობდი კიკბოქსის დარბაზში და იმ ტრენერებს და მათ შეეძლოთ ხოლმე ბოქსის და კიკბოქსის ბრძოლების დანიშვნა და მე მოჭიდავე კაცი გამოდიოდი ბოქსში და კიკბოქსში, რომელიც რთული იყო ჩემთვის, რა. კი ვიგებდი, მაგრამ არ იყო ჩემი. არ მიყვარდა რა ერთ სიტყვით და მე როგორც იქნა, ნუ ერთ სიტყვით, ნუ ეს არის სირთულე ალბათ ყველა ემიგრანტს უწევს რაღაც უნდა დაიწყო და მე თვითონ გზა გიჩვენებს ალბათ რა. და მე ვიცი ამ კიკბოქსის და იმის მერე შეხვდი Sarah Long შენი გუნდი რომელიც არის დღემდე და რა მაგ შენი ინტერვიუ ნახები და პირველ ნაბიჯზე შეგიყვარდა ეს დარბაზი რაც მე გამიგია და რაფერ ეიჯია და რატო შეგიყვარდა ასე? კი, ნუ
იმიტომ რომ აი ყველა დარბაზში ვინც ვარჯიშობს ძალიან უშუალო და მეგობრულია და აი მათ ხა ემიგრაციაში ვართ ყველა მონატრებული ვართ ჩვენს ქვეყანას ჩვენს ოჯახს და ის რაც მაგდა დაუშვათ აქ ემიგრაციაში ის მეგობრობა ის ურთიერთობა ის ყველაფერი უცებ შემივსო დარბაზში რო ვიყავი ვერ ვძნობდი რომ ემიგრანტი ვიყავი და მონატრებას არ რაღაცა იმიტომ რომ ყველა ცდილობს რაღაცა ურთიერთობაში შემოვიდეს ადამიანი мотивация მოგცეს გაგიღიმოს და ესე შემდეგ და ხო მეც რა თქმა უნდა ესე ამ ოჯახის წევრი გავხდი და ნუ ისედაც კარგი ხალხია პოზიტიური ენერგია მოდის არავინ ზურგს უკან არავიზე არ ლაპარაკობს და რავი ერთ სიტყვით მართლა ფამილია რა ოჯახია და რა თქმა უნდა კარგი ხალხია და რა თქმა უნდა ეგრევე კარგი ხალხს ვეძებ და კარგი ხალხი მიყვარს და რა თქმა უნდა ყველა ადამიანი ესე უნდა იყოს და რა თქმა უნდა მის შემდეგ ნუ მან მაგ ვარჯიშობ და რაც რა ვითარდები და ყველაფერი კარგად მედის მე რა ბაი გუნდს შევეხეთ და ეხლა მე მაგალითად გუნდურ სპორტში ვიცი რომ ჩვეულებრივად თქვა შენი მეგობარი შეიძლება შემოწინააღმდეგე გუნდში თამაშობდეს და მოგიწიოთ ეს შერკინება და ასე შემდეგ და შენი გუნდელი სახელი ალჯამაი სტერლინგი ხო ალჯამაი სტერლინგი კი ანუ ერთ და იგივე წონაში ხართ და აი მაგალითად მოხდა ისე რომ ანუ ჩემპიონობისთვის მოგიწიათ ბრძოლა ანუ მაგ შემთხვევაში რას გადაწყეთ ანუ თუ აირჩევ თქვა სხვა წონაში გამოსვლას თუ შეებრძოლები ანუ მაგ შემთხვევაში რა ხდება ხოლმე მე მგონი პიტერ იანს ჯერ მოგებს და შეიძლება აი კარგი კითხვაა ხო სხვათა შორის მაგრამ ჩვენ ჩვენ ეხა მარტო UFC-ში არა ანუ UFC-ს ნუ მანამ UFC-ში გადავალთ ხო გვიწევს ბრძოლები და ჩვენ დარბაზელს არ ხვდებით არასდროს დაჟე ისეთ ადამიანსაც არ ხვდებით ვცდილობთ რომ ანუ ეს ხო ბრძოლა ეს ჭიდაობა არ არის და ან კიდე რაღაც თამაში არ არის ხო ეხლა რაღაც შეიძლება და ანუ აქ შეგიძლია აირჩიოს პროფესიონალური სპორტია და შეგიძლია ანუ ბევრი არის ანუ ბევრ შემიძლია შევხვდე რო ჩემე რატო უნდა ვეჩხუბო ჩემ მეგობრას როცა შემიძლია სხვებსაც ვეჩხუბო რა ხო და ერთი სიტყვით მაგრამ მხოლოდ ეხლა რაც თქვენ აღნიშნეთ მხოლოდ შესაძლებელია რომ აი თუ ორივემ დაიმსახო ეხლა ალჯამაი სტერლინგი ჩემპიონი გახდება კი შემდეგ ბრძოლას პიტერ იანთან გამართავს და რა თქმა უნდა დარწმუნებული ვარ მე პირადად რომ ჩემპიონი გახდება და მას ყველაფერი აქვს ამისთვის რომ ჩემპიონი გახდება მე მაგამდე მაქვს კიდე რამოდენიმე ურთაბრძოლა გასავლები რომ ჩემპიონობა დავიმსახურო ღმერთმა ქნას რომ ასე იყოს მე რაღაცას მოვიფიქრებთ რა ერთმანეთში არ ვიბრძოლებთ ყოველ შემთხვევაში თვითონ არ უნდა ბრძოლა იმიტომ რომ ხო და რა ვიცი მე თქვენი სუსტი წერტილები იმდენი ფანეთში კი და ისედაც მარტო სუსტი წერტილი არა ეს ხო იქ რო გახორთ 15 წუთი მტერი უნდა იყო რა მაინც ესე მეგობრულად ვერ დაარტყო და შენ რო თქვი რომ ესე კარდიო რო გაქვს ძალიან ძლიერი ჯერ 5 რაუნდიანი არ გიჩხუბია ხო და ძნობ რომ 5 რაუნდს გავზებ თავისუფლად ანუ ჩემი აზრით 5 რაუნდიანი უფრო კარგი იქნება ჩემთვის იმიტომ რომ მე უფრო ვიღვიძებ რა მესამეში და მეოთხეში და ხო და ნუ რა თქმა უნდა ჯერ არ მიბრძოლია მაგრამ არ ვიცი ჩემთვის კარგი იქნება მე უფრო გავტეხავ მოწინააღმდეგეებს და მე ერთი სიტყვით ეგ პრობლემას არ წარმოადგენს თავარია ეს ეხა 15 აგვისტოს რა ბრძოლა მოხდა დანიშნული ეს მოვიგო ძალიან უხერხული მოწინააღმდეგეა კი აი მაგაზეც მინდოდა შეკითხვა ანუ წინასწარ ეხა ისე რა თქმა უნდა იმიტომ გადიხარ რომ მოიგო და რა თქმა უნდა შენ თავში დარწმუნებული უნდა იყო და ხარ კიდეს მაგაში ორი აზრი არ არის და ჩვენს ძალიან მაგრად გულშემატკივრობ და ძალიან დიდი იმედი გვაქვს აი ჩათვალეთ რომ აი მანდ ვართ რა ჩვენც და აი რა ვიცი როგორ შეაფასეთ აბა ანუ მაგ ორთაბრძოლას ასე წინასწარ ცოტა ისე ვიცი რომ რთული არის საუბარი მაგრამ ნუ ყველასთვის ცნობილია რომ ჯან დაცონი ძალიან სწრაფია რა ერთ-ერთი ყველაზე სწრაფია ჩვენ ზონაში და მანამდე flyweight ზონაში იყო კიდევ უფრო დაბალ ზონაში გამოდიოდა ორჯერ აქვს კამარზე ნაბძოლი დიმიტრი ჯონსონთან ორივეჯერ ქულებით
ქულებით დამთავრდა, საჯებმა შეაფასეს. ანუ ყოფილი ჩემპიონი TJ Dillashaw ყავს გათიშული, პედრო მუნიზი ყავს გათიშული არ მოგებული და Ultimate Fighter-ების reality show აქვს მოგებული. ნუ რა ეხა ბოლო ბრძოლა ნოკაუტით მოიგოს შორის ერთ-ერთ კარგ მებრძოლთან და ნუ აი ძალიან ყურადღებით უნდა ვიყო და რა თქმა უნდა შემიძლია მისი დამარცხება და უნდა დავამარცხო რა, მაგრამ ოდუნების უფლება არ მაქვს, შეცდომის დაშვების უფლება არ მაქვს, არც რაღაცა აი არ შეიძლება ავჩქარდე და ერთი სიტყვით, რა ვიცი, ყველაფერს ვაკეთებ, ამზადები როგორც ფიზიკურად, ისე ფსიქოლოგიურად, მენტალურად, რომ სადაც შევხვდი ამ ბრძოლას, როგორც საჭიროა, რომ როგორც კი არ უნდა ავჩქარდე, უნდა დაველოდო ჩემ მომენტს, უნდა ვიბრძოლო და ყველაფერი უნდა გავაკეთო რა მაქსიმალურად. და დანარჩენი ხა ეს კიდევ ვიძახი, ეს ცოტა უხერხულია, იმიტომ რომ ცაცია თან მარცხენა დგომში დგას და მარცხენა ჰუკს უტყავს, მაშინ ცოტა ისეთი რაზედაც უნდა ვერიდო რა, დანარჩენი და ნუ რავი, ყველგან უხერხულად ხო იმედია მაგრამ მაგათაურე გავიმარჯო რა ამას და მისთვის ახლა თქვენ იქნებით ასე ვთქვათ უხერხული მოწინააღმდეგე დაწუნებული ვარ ეგრე ფიქრობს ახლა ეს და კი და ცოტა წონის weight class-ებზე რო აცხადე ახლა შენ რო იყო დიდი ჯანიანი მოჩხუბარე ხარ და შენ 10 თუ 9 კილოს იკლებ ერთი კვირის ჩხუბამდე ხო რაც მე ვიცი და რა the weight ანუ არ გასუსტებს ანუ ის აი რაღაც უცებესე დაკლება და ის რა თქმა უნდა ყველაზე რთული წონის კლებაა მაგრამ მე ესე მიჩვენე ეხლა უკვე დიეტაზე ვიყო და ეხლა 5 კილო დაკლებული მქონდეს ეხლა დღეს მაგალითად დილით ვივარჯიშე ეხლა მეორე ვარჯიშზე მივდივარ ამდენს ვერ შევდებ მე უკვე ანუ დიეტაზე რო ვიყო ვერც ვივარჯიშებ ვერც ანუ ხო და მერჩენია ბოლო ერთ კვირაში დავიკლო ვიდრე ერთი თვე ვიკლებდე და მაინც ცუდად ერთი თვე ცუდად ყოფნას მერჩენია ერთი კვირა ვიყო ცუდად რა ეს არის რა თქმა უნდა ყველაზე ძნელი ეხა დაახლოებით საშუალოდ ყველა იკლებს 9-10 კილოს იგი უფრო მეტსაც იკლებს რა და ეს არის ჩვენ სპორტში ყველაზე რთული წონის კლება, იმიტომ რომ 7 წონითი კატეგორია გვაქვს და ყველა იკლებს მაქსიმალურად, რომ თავის იმას შეხვდეს. და შენი აზრით არის ახალი წესები გასაკეთებელი, რომ უფრო დაიცვას ჯგუფი. ნუ რავი, მაგას ყველა ჩვენ ოცნებობთ მებრძოლები, რომ ეგრე იყოს, მაგრამ არარეალურია, არ გამოდის რა და ერთ სიტყვით უნდა მოგვიწევს შეჯერობით. ანუ One FC არის აზიური ორგანიზაცია, სადაც სამწუხარო წონის კლების დროს დაიღუპა ერთი ადამიანი და მაგის შემდეგ შეცვალეს და ნუ ერთი სიტყვით წონიან თითქმის ყოველ დღე ბოლო ერთი კვირა ბრძოლის შემდეგ წონიან და ხოლო ძალიან ცოტა შეგიძლია დაიკრო და ჩვენ აწონო გვაქვს წინა დღეს, ანუ წინა დღეს შვებით მაქსიმალურად, ანუ წინა დღეს ვაბარებ წონას და მე როგორც კი წონას ჩავარებ, შეგიძლია ჭამო და უკვე მეორე დღეს მე უკვე ბრძოლის დღეს იგივე აღდგენილი მაქვს 10 კილო ეგრევე მომატებული მაქვს და უკვე კარგად ვარ, მაგრამ აი ეს წინა ერთი კვირა ფაქტიურად არ გზინავს ვერ ვარჯიშობ, წვალობ იმაზე რომ დაწონა და იქ. და ანუ ეხლა მე მგონი რაც ფიზიკურად არის ყველაზე რთული, უფრო მეტად რთულია მენტალიტეტზე და რაფერ ებრძოლები მენტალიტეტის მხრივ. ნუ ეხლა ეს ჩვენ პროფესიონალი სპორტსმენები ვართ და რა თქმა უნდა ეხლა ადვილი არაფერი არ არის ცხოვრებაში და ეს ნუ ბევრი ნიუანსია კიდე 1000 რაღაც შეიძლება გაუთვალისწინებელი რამე მოხდეს თუნდაც და ნუ უნდა ამასთან უნდა იყო მზად ამ ყველაფრისთვის და აი მაგიტო ვარ ჩვენ რა ვიცი ესეთი ალბათ რა ანუ იცი რა მაინტერესებს ახლა ამერიკაში ხარ ამერიკაში მართავ ხოლმე ბრძოლებს და აი ქართველი ფანები ახლა მან მაინც ახლა სიმრავლით არ გამოირჩევიან და აი ბრძოლის დროს ახლა აი შენზე როგორ მოქმედებს როდესაც მაყურებლების თქვა უმეტესობა შენი მოწინააღმდეგეს ხარეს რო არიან ანუ ფსიქოლოგიურად როგორ მოქმედებს ეს შენზე ნუ სხვათა შორის თუნდაც
ორი ადამიანი იყოს, ჩემი ან ჩემი მწვრთნელები იყოს, მე უკვე კარგად ვარ და ანუ ეხაც ბოლო კორონავირუსის გამო მაყურებლები არ გვეწებიან, მხოლოდ ჩემი მწვრთნელები ყავს ხოლმე დარბაზში და ჩემი სპარინგ პარტნიორი, ანუ სულ 3 კაცი შეუძლია იყოს ჩემს კუთხეში და ანუ საკმარისია. რა თქმა უნდა, როცა ქართველი არის გულშემატკივარი და გესმის ხმან შეძახილან დროშა დაინახე, ეს დამატებითი мотиваცია ყოველთვის. ნუ ისინი ეხა, ნუ რა თქმა უნდა, ეხა ყოველთვის უმცირესობაში ვიქნებ, ეხა ამერიკაში, ძირითადად ამერიკას ვწოხდები, მაგრამ იცით რა არის ეს ინდივიდუალური სპორტია, აქ არ არის რაღაცა ის ერებზე, აქ ფანები არ უბრალოდ ვერც გზნობს სიმართლე გითხრა, იმიტომ რომ უკვე ეს ვინც MMA-ის გულშემატკივრები იქ ეწება, ყველა ვინც ცნობს და მეკაც მე ბევრი გულშემატკივარი მყავს და ვერ გზნობ ისეთ დიდ რაღაცას, ანუ ჩემი განსხვავებას რაღაც რო თქვა რომ, მაგრამ თავიდან რა თქმა უნდა იყო ეს ეხა ყოველთვის ამერიკელთან მიწევდა ბრძოლა და გულშემატკივრების უმეტესობა რა თქმა უნდა ამერიკელი იყო, მაგრამ ეს ბევრი არაფერი მე ერთი საქმე მოქცო, გამარჯვებას მივახციო, ვიბრძოლო და რაღაცა და ეხა გულშემატკივრებს ეხა გული დაწყდება ცივი წყალი დალიან არაუში. ხაბარა და ეს მინდა რომ დაუბრუნდე იმ ფსიქოლოგიის კითხვას, რომ ეს ვიცი და ყველა მოჩხუბარეს ჭირდება ძლიერი ფსიქოლოგია, რომ გადაიტანოს თუ გინდა წაგება ან რამე და შენ რო ემზადები ახლა ჩხუბისთვის, ახლა ფიზიკურად ხო მზად ხარ, კარდიო სასწაული გაქვს, მაგრამ ფსიქოლოგიად რას შობი რომ მეემზადო ამ ჩხუბისთვის? აი ეგ არის ზუსტად ჩემი ფსიქოლოგიური მომზადება, რომ ვიცი რომ კარგად ვარჯიშობ, როცა ვიცი რომ კარგი მომზადებული ვარ, ეგ არის აი უკვე ვარ ფსიქოლოგიურად კარგად, მაგრამ თუ ვიცი რომ აი ვიღაცას გავყევი რაღაცა საქმეზე, ვარჯიში გამიცდა, გოგომ დამაგვიანებინა ვარჯიშზე, აი მე დამეწყება ფსიქოლოგიური პრობლემა, მაგრამ რო ვიცი რომ არც გოგოს გულისთვის გავასწინე და რაღაცა უაზრო საქმის გულისთვის გავასწინე ვარჯიში და აიც ყოველდღე ვარჯიშობ და კარგი ფორმაში ვარ, ეგ არის ჩემი ფსიქოლოგია, რომ ვიცი რომ ჩემი მაქსიმუმი გაკეთებული მოქვს, დანარჩენი ახ გავალ და ვიბრძოლებ, რაც შემიძლია, იმს დავიხარჯები და რაც რა თქმა უნდა გამარჯვებისთვის ვბრძოლობ, მაგრამ ახლა რაც მოხდება და რა თქმა უნდა აი ფე გამოდის რომ ეს რაც უფრო დისციპლინა გაქვს და რო გაქვს ასე a lot of discipline, high discipline, უფრო მეტ თავისუფლებას გაძლევს მე ჩხუბში რო ხარ. კი, ხო, უფრო მეტი კომფორტულად ვარ, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ხო, რო ვიცი რომ მე მაქსიმუმი გავაკეთე მომზადებაში, მეტი შეუძლებელია. ეხა ელემენტარულად გეტყვით რომ აი შემიძლია დავისვენო დღეს აღარ წავიდე ვარჯიშზე, მაგრამ მე ხო ვიცი რომ ჩემი მოწინააღმდეგე ის წავა და ივარჯიშებს, ანუ მე იმაზე მეტად უნდა ვივარჯიშო, ამიტომ მეც უნდა წავიდე დარბაზში და უვარჯიშო, როცა ვიცი რომ უკვე წავედი ვივარჯიშე, ხო, ვიცი რომ დავიხარჯე, იმაზე მეტი უნდა გავაკეთე, ან ხო ხდები, ანუ ეს არის რა. ანუ მე ბარემ ერთ ცოტა ისეთ გადახვევას გავაკეთებ ხა, სპორტსმენი ხარ, შენს კიდე ერთი მორაგბე ჩავწერეთ და მასაც ვკითხეთ. ანუ არ მინდა პოლიტიკას არ შევეხოთ, ანუ უბრალოდ შენი აზრი მაინტერესებს, იმიტომ რომ ძალიან ბევრ ხალხმა უარყოფითი რეაქციები ჰქონდა, ანუ უბრალოდ ძალიან ბევრ ხალხს უარყოფითი რეაქცია ჰქონდა ჩვენი კაპიტანზე მაქვს საუბარი, კალათბურთელზე, შენგელიაზე, ანუ როგორ შეაფასებდი თქვა მის გადასვლას, ან როგორც სპორტსმენი და რას ფიქრობ აი ამ ამბავთან დაკავშირებით? რა თქმა უნდა, ხა არავის არ მოგწონს, მაგრამ ვერც განვსჯი ადამიანია და თავის გადასაწყვეტია. მე მის ადგილზე არ გავაკეთებდი ამას, მაგრამ ვერც ვიტყვი რომ მან ესე უნდა გააკეთო. ანუ ვერავის ვერ განვსჯი, მე არ ვიცი მის ცხოვრებაში რა ხდება და მის სიტუაციაში, მაგრამ მან რაღაც თავისებურად ახსნა ეს ყველაფერი, მაგრამ მე მაინც კიდევ ვიძახი რომ მე მასე არ გავაკეთებდი და მე
ხო და კიდე არ ვიცი დღეს რაღაცა სადღაც სტატიას თვალი მოუკარი რომ არ ვიცი ამდენ ნამდვილია ნუ კლუბის დირექტორმა თუ ცნელმა თქვა რომ ნაკრებში არ შეიძლება უწევს და ესე თუ მოხდება ძალიან ცუდი იქნება და ეს კიდე უფრო ეს ძალიან საცხენი იქნება და ნუ თუნდაც ნაკრებში პრობლემა არ შეუქმნა რა თქმა უნდა ეხლა როცა უყავს ესეთი კარგი კალათბურთელი სპორტსმენი რატო უნდა იყოს მოსკოვის კლუბში და რატო უნდა მოუტანოს მოსკოვს ან რუსეთს წარმატება როცა შეიძლება იყოს ან ევროპის ნებისმიერ კლუბში ან ნების სხვაგან იყოს და სხვაგან იყოს ხო ეს არის ესე თორე დანაკი ნუ მეტი ეხლა რა ვიცი ეს როგორც კი მე ვერ გავსში ისე შენ იმაზე მაქვს რა ქვია ჭუბების მე შენ საქართველოს და ამერიკის დროშა და ვინმეს რამე ისე უკმაყოფილება ხო არ გამოუთქვია არა რა თქმა უნდა არა უბრალოდ ნუ მე კიდევ ვიძახი თითქმის 8 წელი აქ ვარ და რა თქმა უნდა ყოველთვის დროშით გამოდივარ და ეს ბოლო 1 წელია ესე გადაწყვიტე რადგან როგორც თქვი მე მოყვარული სპორტსმენით ჩამოვედი ამ ქვეყანაში და გუნდში მივედი სადაც მართლა თავი ოჯახში ვიგზენი სერალონგო და ესენი ყველა აქ დაბადებულები არიან თუ ამ ქვეყანაში ცხოვრობენ და მე ერთი ქვეყანა მაქვს რა თქმა უნდა ერთი სამშობლო მაქვს საქართველო რა მაგრამ უბრალოდ მე ჩემ მეგობრებს ემპათიას და ანუ ეხა ისე არ მინდა და არ მინდა გამოვიდეს და რა თქმა უნდა ეს ქვეყანა კარგი ქვეყანა დემოკრატია აქვს და მაგრამ მე ჩემი ერთი ქვეყანა მაქვს მაგრამ ამ ამერიკის დროშით იმიტომ გამოვდივარ რომ მე პატივისცემ ჩემს გუნდელებს ვინც გვერდში მიდგანან და არ მინდა ისე გამოვიდეს რომ ამერიკელი დავამარცხო და მხოლოდ ქართველი ხა ანუ ამერიკელებმა მასწავლეს ესენი მეხმარებიან ესენი და ამერიკელი დავამარცხო და ქართული დროშა ავწიო ანუ ანუ არა ის გამოდის და ну რა თქმა უნდა ორივეს წარმოვადგენ კი ანუ შენებურად მადლიერების ნიშნად მადროშასაც წერს კი გასაგებია რა თქმა უნდა ხო მართლა ანუ ხო ეს არის მე მადლიერი ვარ ამ კარგი ხალხის რა თქმა უნდა და საბედნიეროდ ბევრი კარგი ხალხი ცხოვრობს აქ და ბევრი კარგი მეგობარი ყავს და ხო რა ანუ ერთ სიტყვით აქ გამოდივარ ორივე დროშით გასაგებია ესი პატარა კითხვა მაქვს სპორტის გარეთ ისე ყველა ვინც არის რომ მგონი სხვა ზირქაშვილთან რო ქონდა ინტერვიუ კვებაზე ქონდა დიდი აქცენტი გაკეთებული და მგონი ყველაზე გემრიელი სუფრა შეიძლება გვაქვს საქართველოში მაგრამ ყველაზე healthy არა და რას advice მიცემ ქართველებს რომ მიხედონ კვებას ან რამე კი ბატონო კვებას რაც ეხება რა თქმა უნდა ხა უნდა ყველა სპორტსმენმა წესით უნდა მიაქციოს ყურადღება კვებას და მაქსიმალურად ეცადოს მე თვითონაც მიჭირს ხა რომ ბოლომდე 100%-ით დავიცვას და კვება მაგრამ ვცდილობ რომ მაქსიმალურად ჯანსაღად ვიკვებო და ხო ძირითადად ნატურალური საკვები და ბოსტნეული ძირითადად ანუ ხორცი ან ესე შემდეგ ну რაც ყველაზე მთავარია საქართველოში წყალს არ სვავს ქართველი ხალხი ანუ სვავს მაგრამ ანუ ისე არ სვავს როგორც უნდა სვავდეს და ანუ სპორტსმენები რა ბევრი ჩემი დაკვირვებით რა ან საერთოდ ანუ ძირითადად ანუ კოკა-კოლას ან სხვა გაზიან სასმელებს ვავს ან ისედაც არის კარგად არიციან ეს წყლის მნიშვნელობა და მეც აქ ვისწავლე მეც არ ვსვავდი წყალს მაგრამ აქ შევეჩვიე რომ აი როცა შანსი იქა ყოველთვის უნდა მიიღო წყალი როცა სპორტსმენი და ხო დანარჩენი რავი რა თქმა უნდა სპორტულ კვებასაც უნდა მიექცეს ყურადღება და შემწვალ მოხრაკული არ არის კარგი რა თქმა უნდა და ეს ჩიპსები ან ესეთი კენდი რაღაცები ანუ ეს ჩიპსები შოკოლადები რა თქმა უნდა არ არის კარგი და უნდა მოერიდოს და რა თქმა უნდა გაზიანი სასმელი ეს ცუდია რა თქმა უნდა მე რა სპორტის გარეთ ჰობი რა გაქვს ანუ რითი ერთ ჰობი ხოლმე რავი როცა ახალი ჩამოსული ვიყავი ვცდილობდი რომ უფრო მეტი დრო ქართველ ემიგრანტებთან გამეტარებინა შევხედროდი რაღაცა მაგრამ ეხლა
მე ხო იცი ყველაფერს ეჩვევი, ყველაფერი ისეთი, ანუ მე აქ საქმეები გიცდება და მაგისთვის დრო იმდენი არ რჩება რა, რომ ესე უფრო ხშირად ნახო ქართველები და ესე რაღაცა ხო ხდები ესე სალაპარაკოთან ესე ხო ხდები ესე შესაკრებად რო არ რჩება და რაც უფრო დრო გადის და რა ვიცი რაღაცებს ვცდილობ რომ რაღაცებში განვითარდე რაღაც საქმეები დამიგრო და რავი რაღაცებს ძირითადად დაკავებული ვარ მაგრამ და რავი ხა რაღაცა მეგობრებთან ერთად ისევ რა ანუ რავი ხან აქაურ მეგობრებთან აქაურ შეძენილ მეგობრებთან ერთად ძირითადად თავისუფალ დროს და ისევ ქართველებთან და ნახლობლებიც რა თქმა უნდა ყავს აქ და ვცდილობ რომ ესე საინტერესოდ ადამიანთან ურთიერთობა რა და რას ფიქრობ ახლა რომ მიდიხარ კუნძულის ის ჩხუბის კუნძულზეა ხო თქვენი ჩხუბი? არა, ჩემი ჩხუბი ლას-ვეგასია. იმიტომ მეგობრე. მაგრამ რას ფიქრობ ჩხუბის კუნძულზე და რაც გააკეთან? ნუ რა თქმა უნდა, კარგია საინტერესო იყო, მაგრამ თავისი პლუსები და მინუსები აქვს ამ საბრძოლო კუნძულს, იმიტომ რომ ახლა ვინც ამერიკაში ცხოვრობს, მისთვის ანუ დილის 6 საათზე უწევთ ბრძოლები, ანუ იქაური დროით და აქ კი არის კაი დროით, მაგრამ იქ რო ჩადიხარ ეს აკლიმატიზაცია, ანუ იქ უნდა დაიძინო აქაური დროით რა. ხო და ანუ იქაური დროით დილის 6 საათზე გიწევს ბრძოლა ახლა როგორია բայց ანუ დილის 6 საათზე რო ბრძოლებ უნდა გაიღვიძო 12 საათზე ხამე ხო ანუ ხუთი და თორია იქ 5 დღით ადრე ჩადიხარ და ანუ 5 დღე იქ ხარ და ანუ იქ ვერასწრებ ანუ რა გავს ხო შეეჩვია ხო თან ემატება ეს იქ მაინც წონის კლება იქაც უნდა დაიხო რაც არ უნდა იყო წონა ყველგან უნდა დაიკლო და ის მოხდები ცოტა არეული მოგიწევს ყოფნა რა ძალიან ეგ არის ერთი ისა ცოტა ძნელი და მეორე რა იქ ლას-ვეგასიდან მიყავთ ყველა ლას-ვეგასში ჩაფრინდება და იქიდან გადაყავთ მე კერძო თვითრინავით და იქ ნუ ლას-ვეგასში ჩაყავთ ერთი დღე კარანტინში იყავთ სანამ ნუ ტესტს უღებენ კორონავირუსზე სანამ ეს პასუხი არ მოვა მანამდე იქ უნდა იყოს მე იქ ჩადიან იქ სადაც იმ საბრძოლო კუნძულზე ეს აბუ-დაბიში არის იქ რო ჩაფრინდებიან იქაც უღებენ ტესტს რომ სანამ პასუხი არ მოვა ის კარანტინში უნდა იყოს მაგრამ ეს შენ მოწინააღმდეგესაც იგივე უწევს მარტო შენ არ ხარ ესე და ამიტომ არ არის ეს პრობლემა უბრალოდ ის უნდა გააკეთოს სწორად რომ აი შენ მოწინა აი მოძინებით უნდა ეცადო რომ გამოიძინო იმიტომ რომ ზოგს ადვილად ძინავს და მე მაგალითად ეგრე ადვილადაც არ მძინავს პატარა თუ წავიძინე 9 საათს მე შეიძლება თელეღამი არ დამეძინოს რა ანუ ხო და ეგეთი ის არის თან მithumetes კიდევ ვიძახი მე ბოლო 2 დღე მართლა არ მძინავს ხოლმე წონას რო ვიკლებ და ეს ხო და ეს ნიუანსებია იქ საბრძოლო და ეს ცოტა ისეთი რა რაც უარყოფითია დანარჩენი რა ჩოვლებრივი ბრძოლა არის ჩოვლებრივი ის არის და რა თქმა უნდა თავარი ის არის რომ გრძელდება და გაჩერებული არ ვართ როგორც სხვა სპორტი არის გაჩერებული ისე არ ვართ გაჩერებული რაც კარგია და ანუ ამისთვის ყველაფერი გააკეთა UFC-მა და Dana White-მა რომ არ გავჩერებულიყავით თუნდაც საბრძოლო კუნძულზე მომიწიოს ბრძოლა პრობლემა არ არის უბრალოდ ლას-ვეგასი ჯობია ჩემი ბოლო ბრძოლაც მანდ იყო კი მართალია ხალხი არ დაესწრება არც ეხლა როგორც ჩემ წინა ბრძოლას მაგრამ პრობლემა არ არის მთავარია ტელევიზორში აჩვენებენ და მთავარია მთელი მსოფლიო და UFC-ს გულშემატკივარი უყურებს ყველა ქვეყანაში და შორის ჩვენს გულშემატკივრობს მთელი გულით და ერთი ხომ კიდევ ახლა UFC-ზე და მოჩხუბარებზე რომ უყურებ ახლა მოჩხუბარები რაც McGregor არის და რო უყვართ ეს ლაპარაკი და ეს შოუს ჩატარება შენ ინტერვიუებს რო უყურებ უფრო აი წესიერი არა ეს დედმეც არ ლაპარაკობ არ ხო მეგობარო მაგრამ რა არის შენი ფიქრი ამ მოჩხუბარებზე რომ უყვართ ეს შოუ და ეს შოუს ჩატარება აი McGregor-ს უყურს შოუს ჩატარება ლაპარაკი მაგიტო არის ის McGregor-ი და მაგიტო
საერთოდ ისე ჯობია ეგეთი, ანუ მაგას ყველაფერი გამოდის ბრძოლას და საუბარიც რა, მაგრამ ჩემნაირი ესეთი წნარი ბიჭები ბევრი არიან UFC-ში სამწუხაროდ, ხო ესე ძნელია, ისე რა ქვია, ხალხის თვალში მოხდე, ხა ბევრი რაღაცა სხვა სამწუხაროდ ბევრი რაღაცა სულ რაღაცებს აკეთებს დაუშვათ საზოგადოებაში ან ზოგი რესტორანში ჩხუბობს ან რაღაცა და ამით უფრო პოპულარული ხდებიან ვიდრე ანუ ხო ხდებიან. ჯობია საერთოდ რომ ყველამ თავის საქმე აკეთოს და კარგი ხალხი იყოს, მაგრამ და მოიგო და ჩემპიონი იყო რა, მაგრამ ანუ ესეთი ანუ მაგრეგორი როგორიც არის ქარიზმატული და რაღაცა უფრო ადვილია პოპულარობა უფრო სხვათა შორის მაგის გამო მე ანუ აქ მეც ირლანდიაში ვარ და ანუ ბევრს არ მოწონს სხვათა შორის მაგრეგორი მიუხედავად იმისა რომ ირლანდიელები არიან რაღაცა ხო არ ვიცი რა საკეთებული UFC-ს გარეთ მაგრამ აი საქმეში გარეული კი რა თქმა უნდა ეხა მაგრეგორიც ადამიანია ჩაოლებრივი ის იყო და ხო ნუ მაგრამ არის ხო რა თქმა უნდა რაც უფრო მაყურებელი ჩოუტარებს ეხა ეს არის ეხა ორი ის არის რა ორი მხარე აქვს მედალს რა ანუ მაგრეგორი ის არის რაც არის ხაბიბმაც ისეთი გამოიწვია როგორიც იყო მაგრამ ხაბიბს მე აღარ მოეწონა რომ შეუტრიალდა და განაცხადო და ამიტომ რა ვიცი პიარი აქვს ანუ ცუდი პიარი თუ კაი პიარია და ცნობილი არის და ირლანდია მართლა გააცნო რა ვიცი სოფლიოს და მართლა და მართლა ბევრი ირლანდიელი ამაყობს და ყველა იცნობს და მე პირადად ვიტყვი აი ვიღაცა მეკითხე ვარ ხო სპორტსმენი ხარ ხო დავუშვათ ხდება რაღაც ან ვიღაცა მხოლოდ სპორტსმენია ხო დავუშვათ ეხლა მოხდი ისეთ საზოგადოება სადაც არიციან ხო და რომ მეკითხება რა სპორტსმენი ხარ ვეუბნები აი MMA-ის სპორტსმენი MMA-ის მებრძოლი ვარ ხო და MMA რა არის? ხო და MMA თუ არის ის კაი UFC თუ გაგიგია UFC-ში ბრძოლო. არც UFC არის, არ UFC-ც არის ისა. ნუ კონორ მაგრეგორი იცი? კი, კონორ მაგრეგორი ვიცი. აი კონორ მაგრეგორი. მეცერთ კოლეგები ვართ. აი ესე ვაცი. კონორ მაგრეგორი ყველა მიცის UFC ნაკლებმა იცის და MMA ვაფშე არ იციან. ერთი სიტყვით ეხა როგორ უნდა მე სხვათა შორის ყოველთვის მე ვიყავი პირველი რა ერთ-ერთი ვიყავი ვისაც რაღაც მაგრეგორის არ მოწონდა რა თქმა უნდა ეხა ეს რაღაცა რა თქმა უნდა ეხა სპორტსმენი რო ხარ ესეთი სპორტის წარმომადგენელი მით უმეტეს უფრო დინჯი უნდა იყო და საქმით უნდა დაამტკიცო და არა წინასწარ ლაპარაკებო შეიძლება ხო ან ყველა ღირსეული მოწა არიცი არასდროს არიცი დაუშვათ რომ აი რა მოხდება რა თუნდაც ხა ნუ მაგრეგორი კარგი სპორტსმენია მაგრამ წაუგებელი არ არის და რა თქმა უნდა ყველა ნახეთ ხა ხაბიბთან წააგო ნიგდიასთან წააგო მანამდეც რამოდენიმეჯერ აქვს წაგებული და ერთი სიტყვით ნუ არ მომწონდა მე სექციელი მაგრამ ბოლო დროს ხა ხაბიბთან რო იბრძოლა გამოამზღადა მართლა ვაშკაცურად იბრძოლა რაც შეიძლება იბრძოლა და მერეც რაღაც მე უფრო მომეწონა ვიდრე მანამდე იმიტომ რომ ხო აინც მე მგონი ჭკუა ისწავლა მე მაგის მე ისა რომ მე მგონი ჭირდება შენაირ მოჩხუბარებს არა ეს ცუდ რაღაცებს ვარ აკეთებენ რომ მარტო პუბლიციტი მიიღონ რომ უფრო მეტი დაფასება ჭირდებათ მაგრამ ბოლოს იგი entertainment არის და რაც ხა ვინც Dana White-ისთვის მოდის საყურებლად არ მგონია აქვს დიდი მნიშვნელობა ბოლოს მე ვიდეს ეს ჩუბა და მაგი არის კი ეს არის ხო კიდე ვიტყვი რომ ანუ პოპულარობისთვის ჩვენი სპორტისთვის ანუ ძალიან ბევრი რამე გააკეთა მაგ თუნდაც გამორჩეულმა ხასიათმა მისმა შეიძლება რა თქმა უნდა არ იყოს მოსაწონი ჩვენთვის სპორტსმენებისთვის და ღირსეული ხალხისთვის ეს ცანცარი და ეს ისეთი რაღაცა მაგრამ ისეა თუ ასეა აიყოლია პუბლიკა გააცნო ხალხს თავი და ერთი სიტყვით მარტო თავი კი არ გააცნო UFC-ს გააცნო კი მართალია
ეხლა ანუ ჯონ დონსონთან როდის გექნება შეხვედრა და დგომი და წონები წინა დღის არის ეგ ყველაფერი ხოლმე? ხო, კი, ეს არის ჩვენ ჩავდივართ საერთოდ ოფიციალურად უნდა იყო იქ სამშაბათს უნდა გამოცხადდეს სასტუმროში და იქ უნდა ვიყოთ ადგილზე და იქ ვაგრძელებთ წონის კლებას და ხო, ბოლოს ბრძოლის წინა დღეს, ანუ პარასკევს იქნება ოფიციალური აწონები დილით და აწონების შემდეგ იქნება face off რა, ანუ სახელმწიფოს წინ დავდგებით და შევხვდებით მოწინე. ანუ შეიძლება მანამდეც შევხვდეთ სადმე იმაში ან რაღაც სასტუმროში შეიძლება შემთხვევით შევხვდეთ. ეს ახლა მაგდროს რაღაც გაწევ გამოწევები რო არის ხოლმე, ანუ შოუს გამო, ხო, ალბათ უფრო. ხო, ეხლა იმიტომ რომ ხო ის ანუ ხო ეხლა ხშირად რო ეს სასტუმროში ვხვდებით ერთმანეთს, ჩაოლებოთ ხმართან, მევესალმებით ან ადამიანებთან რაღაცა ეხლა. იქ მაგრეგორივით ეხლა კამერა რო გიღებს, მე გაიქაჩები ეგრე შეიძლება. ვერი აკეთებს მაგას, ხო, მაგრამ ნუ ხო რა თქმა უნდა ეხლა რატო უნდა ვიჩხუბოთ ესე ტყილა ქუჩაში, შეხო პროფესიონალები ვართ, ლოგიკურად რა ვიყოთ, ბრძოლაში ფულს გვიხდიან და ტელევიზორში გამოვდივართ და რაღაცა და ეხლა პადიაში რა გვაქვს საჩხუბიც ავიდეთ ავიდეთ რიგზე ვიჩხუბოთ რა აი გამოვიძინოთ კარგად და მე ისედაც წონის დაკლების მერე იქნები ხო და რა ხო მაგრამ ეს ხა რაღაცა იქ ზოგი მაზია მაღალტალღაზია რომ უნდა რომ რა ეს და თუ როდის მე აპირებ 145-ზე ჩხუბს. ასუმუზა. არა, ძანძიმე გზნობა ხა თავს რომ არა, ხო, იცი არის, ბევრი ეხა თუნდაც ჩემი მეგობარი ალჯამაი სტერლინგი, ჩემზე გაცილებით დიდი და მაღალია და ჩემ წონაში ბრძოლობს და ბევრი კიდე აი შონო მალივისთან ბრძოლობდაც მაღალია და ჩემ წონაში ბრძოლობს და ჩემი ტანის ბიჭები ჩემზე დაბალ წონაში ბრძოლობენ და ავით შემდეგში ნახოთ შეიძლება თუ დიეტოლოგი ავიყვანი და უფრო ყובה მოსკენი რა ხო შეიძლება უფრო დაბალ წონაში დავიკლო ან შეიძლება 145-იც ვიბრძოლ შეიძლება მოსინჯო ძალები გაჩნია ბრძოლას ეხა მაძლევდნენ 5 დღის 5 დღეში გადაწყდა ბრძოლა რომ მე მებრძოლა იმაში რა ქვია 145 ანუ ერთი წონით მაღლა და დავთანხმდი რა თქმა უნდა ესეთ ბრძოლას კი ბატონო მე გავუხდა იმან თქვა უარი ჩემ მოწინააღმდეგებ და აღარ შედგა რა მაგრამ ესეთი ბრძოლა კი მაგრამ საერთოდ რო თქვა და ოფიციალურად ჯერჯერობით არ ამგონია იმიტომ რომ ჭაკ ჩემ წონაში მაქვს რეიტინგი ჩემ წონაში მინდა ჩემპიონობა ქამის მოგება და კარგად ვზნობ თავს ერთი სიტყვით ისა კაი არის მაგრამ ანუ იმის გასახანი რო გაქვს რომ შეგიძლია წონა შეიცვალო და ანუ არანაირი პრობლემა კი, მაგრამ ხო რა თქმა უნდა უფრო შანსი ნაკლებია წონას შევიწვი რა თქმა უნდა და ეგ კი არის მაგის საშუალება მაქვს მაგრამ უბრალოდ რეალურად უფრო ნაკლები შანსია იმ წონაში ჩემპიონობის დავუშვი ამ წონაში 5-დან 4 თუ მოვიგებ იმ წონაში 5-დან 2 ან 3 თუ მოიგე ხუთები რატო უნდა როცა შეიძლება ხო ანუ სადაც თავი უკვე დამკვიდრებული გაქვს რა თქმა უნდა იქ ჯობია რაც მე ვიცი ეს წაგებები რაც გაქვს ის ორი ჩხუბის was very controversial from watching და გინდა რომ დაუბრუნდე მაგორ მოჩხუბარეს რომ გამოასწორო მინდოდა, მაგრამ ეხლა უკვე მათზე რეიტინგში გაცილებით წინ ვარ და ისედაც ყველამ დაინახა და ყველამ იცის რომ როგორ ვიბრძოლე და ანუ ერთ სიტყვით მე ვარ მაგორი ბრძოლაში გამარჯვებული მიუხედავად იმისა რომ პირველ ბრძოლაში ძალიან ცუდად ვიყავი სიცხიანი და შეუძლოდ ვიყავი მაგრამ მაინც არ ჩავშალე ბრძოლა და მაინც ვიბრძოლე და ну ერთი სიტყვით ეხა აზრი არა აქვს, იმიტომ რომ კიდევ ვიძახი რეიტინგში წევარ და ყველა მიცის სადაც რომ მაგდონაში მე გავემარჯვე და ნახოთ მომავალში თუ რიკი სიმონი, რა ვიცი, ჩემს ანუ იმაში ერთი სიტყვით თუ მოგვიწევს ბრძოლა ისე ანუ ახლოს ვიქნებით რეიტინგით ერთად ანუ კამარზე ან სადმე პრობლემა არ არის, მაგრამ ეხა გაცილებით გადავასწარი რეიტინგით და ნახოთ
სხვადასხვის ის თქვა, სხვადასხვის ჩემს შემდეგ ეგ მოდის ტეიქდაუნების რეკორდით, რაც აქცევების რეკორდით და ჩემს ბოლო წინა ბრძოლაზე თქვა, რომ აი უნდა გადავასწრო რა. ჩემს თქვა რომ რეკორდშია, მაგრამ შენ წინა ბრძოლაზე კომენტატორი გიშსგავდა, ანუ რამდენი იყო უკვე ბოს ვეღარ ითქვიდნენ. კი ბატონო. ხო თან არც აგოჩი გაიწვია. ხო, ანუ არც ცდილობდი რომ ანუ ეხა ის ბრაქვია მაგაზე სპეციალურად, მაგრამ ნუ ერთ სიტყვით ესე შემთხვევით 6 ბრძოლა მაქვს ჩატარებული და 3ჯერ დავამყარე რეკორდი. ანუ პირველ ბრძოლაში 11 წაქცევა, ბოლოს წინა ბრძოლაში 12, ბოლოში 13 და იმ 3 ბრძოლაშიც 6-ზე ნაკლები არც ერთი არ წამიქცევია რა და ერთი სიტყვით საბოლოო ჯამში როგორც მახსოვს 57 თუ 59 მაქვს და ანუ ერთი წაქცევაც კიდე ახალი რეკორდია ჩემს ზონაში დაუშვა და ანუ 41-ით მოიმატეს ერთიც რო წავაქციო საბოლოო ჯამში რეკორდი იქნება ერთ სიტყვით მაგრამ ну რა თქმა უნდა რაც რომ მეც გავაკეთებ უკეთესი მაგრამ კიდევ ვიძახი რომ მაგაზე არ მოქვს აქცენტი მთავარია მოვიგო აი მისთვისაც მზადო რომ სულ არც ერთხელ არ წავაქციო მთავარია მოვიგო არა კი თავის ამ ბევრი გამიგონია რომ შენ სტილს ჯორჯ სენტ პირსავით რო არის ეს აგრესიული და ატაკურია და ძალიან სილამაზეა რო უყურებ ასე ადვილად რო ადამიანს გაიხარა ხო მე ჯორჯ სენტ პირი ძალიან მოწონს ძალიან ჭკვიანი მებრძოლი იყო და ძალიან სტაბილური ის სიტყვით და ესე ამ შემთხვევაში უფრო ნაკლები რისკია ერთ სიტყვით ჩემი დგომში ბრძოლაც ნორმალურია შემიძლია რა თქმა უნდა დგომში ბრძოლა მაგრამ ესე უფრო ნაკლები რისკია ეხლა დგომში უკვე ანუ არასდროს არ იცი რა საიდან რა მოხდება ან რაღაცა კი არ ბრძოლი დარტყმის კი არ მეშინია მაგრამ ესე უფრო კაცავს კარგავს რომ წავაქციო მოწინააღმდეგე და მე ზემოდან ვიყო და ზემოდან მივაყენო დამაზიანებელი დარტყმები ეს როცა ვიცი თან ვიგებ ბრძოლას მივიყავს თანაბრად და ერთი სიტყვით ესეთი ბრძოლებიც შემხვდება რომ სადაც უკვე მართლა მექნება გავიდე და ვიბრძოლო 100%-ით როგორც რიკი სიმონთან ვიბრძოლე გავუშვათო ყველა ნახა და მაგრამ კიდევ ვიძახი რომ ეს უფრო ნაკლები რისკია აშკარა დამაჯერებლად და კიდევ თავარი რაც არის ის ჩვენ რაც ყველას ვიხარია რომ ჩვენი ქართული დროშა გამარჯვების შემდეგ ავწიოთ მაღლა და ნაბიჯ წავიდეთ ჩემპიონობამდე. და ერთი რაც დამჩარი რომ ეს გზა თქვენ რაც ახლა UFC გააკეთე ქართველებისთვის გააკ იმედი რომ უფრო მეტი ქართველი შემოვა UFC-ში და უფრო მეტ შეიძლება სხვა წონაშიც იჩხუბო. კი, რა თქმა უნდა უკვე ალაპარაკდნენ UFC-ში და UFC-ის მაყურებლები ჩვენ ქართველებზე. ნუ თავიდან რა თქმა უნდა წარმოადგენს არ ქონდათ და ნუ არ ვიცი ახლა ამერიკაშიც არ იცოდნენ ადრე. ანუ ჩემს გარშემო ყველა რუსებს გვეძახდა, იმიტომ რომ საბჭოთა კავშირში ვინც ვიყავით, ყველა რუსები ვეგონეთ სამწუხაროდ. ხო და ერთი სიტყვით, მაგრამ ახლა დღეს სხვა რეალობაა და კი არიან ისეთი ბიჭები მომავალი თაობა, ახლა ილია თოფურია გადმოვიდა, კიდე არის რაულ თუთარაული, რომელიც M1-ში იბრძვის, კიდე არის გურამ ქუთათელაძე, რომელიც საკმაოდ გამოცდილი და კარგი მებრძოლია, მასაც თავისუფლად შეუძლია UFC-ში ბრძოლა და იმედია მათაც ვიხილავთ და ესენი 70 კილო კატეგორიაში არიან და იმედია მათაც ვიხილავთ UFC-ში ვახტომარში. სხვა რა თქმა უნდა კიდევ ყავს, მაგრამ ესენი შედარებით უფრო ახლოს არიან UFC-სთან. არა, ძალიან დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა თქვენს. აღარ მოგასცემთ, ეხლა ვარჯიშზე მიდიხარ, წინ დიდი ბრძოლა გეოდება და წარმატებებს გისურვებთ, აბა. გაიხარეთ. ბალეში გქონთ მთელი გულით და სულით. დიდი მადლობა წარმატებები თქვენს და აბა კარგად იყავით და განაცვალეთ ქართველებო და აბა რა ვიცი კარგად აბა განაცვალ ვაკეთოთ ქართული საქმე ყოველთვის აბა მაგრად კარგად კარგად